დამოკიდებულება გაინტერესებს განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებს. როგორ გითხრათ ახლა ტრადიციულ ქვეყნებში ამის აღთქმა ცოტა ჭირს რა. რო გითხრათ რომ როგორც რიგითი მოქალაქე აქტივანებული ვარ მეთქი ნამდვილად ვერ ვიტყვი რა. ნუ როგორ გითხრათ თავის მაინც სხვა მენტალიტეტისთვის რა თქმა უნდა პირველ რიგში. თუმცა ხედავთ რომ მსოფლიო ცვლის ამ დამოკიდებულებას ამ კატეგორიის ადამიანების მიმართ. რატომ მისთვის ძნელად საფრთხეა ადამიანის უფლებების დარღვევა. ასე ამაზე ამ თემაზე საუბარი. თუმცა ჩემთვის როგორც მოქალაქეთვის ძალიან მიუღებელი და უხერხული ამ თემაზე ყოველთვის საუბარი. მაგრამ ალბათ აღზრდის სისტემა არ გვაძლევს ამის უფლებას თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ფსიქოლოგიურად რაღაცის გარდაქმნა ჩვენ თავში. ალბათ ესეც მოხდეს რა. ვიტყვი რომ ცოტა რთული თემაა რა, ყველა თითოეული მოქალაქეთვის. ღია ამაზე საუბარი ყოველთვის მძიმე და ძნელია. როგორც ბუნებრივად მიღებულია ამაზე განსხვავებით ეს უზნეობა ნებისმიერი რაღაც ღმერთმა დააწესა იმას ვინც არ ღვევს ეს ყველა ცოდვა ფსიქიკურად ვერ არის კარგი ეს პიროვნება არ ამგონია რომ სადაო თემა იყოს ყველას თავისი აზრი აქვს აი ყველას თავისი ცხოვრება აქვს ყველას თავისი მე აქვს და არ ამგონია რომ მიუღებელი რატო უნდა იყოს აი დავეხმარებოდი რა ვიცი ცოტა თავისადმი ცხოველებს თავის ანუ ესეთი ადამიანები მაინც საზოგადოება მაინც ხალხი არიან და ისეთი ცოდვები არიან და მოითხოვეს ამით გვერდის ადამიანები გეცოდებათ და მეცოდება ამათ უნდა შველა უნდა ამათ მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება უნდა გააჩნდეს საზოგადოებას იმიტომ რომ უნიკურნალონ ეს ყველაფერი მოდის პატარაობიდან მოდის ოჯახური პირობებიდან გამომდინარე მოდის შესამჩნევია ადვილად რომ ეს მიდრეკილება აქვს და ეს მიდრეკილებები რომ აღმოიყვას თავიდან ეს თავისუფლად შეუძლია საზოგადოებას შეიძლება სპეციალური სამამტყობოების გაიხსნას ამ ადამიანებთან მიმართებაში და ყველაფერი კალაპოჩი ჩადგეს იმიტომ რომ არ დაიჩაგროს სხვა ადამიანები და არ გავცელდეს ესეთი ავადმყოფური დამოკიდებულება